გამარჯობათ. ერთ საკითხზე მინდა გესაუბროთ, აი ეს შეურაცხყოფელ სიტყვად რო გადაიქცა რუსი და ერთ განსაკუთრებულ რაღაცას მივაქცია ყურადღება. ეს ხალხი, ვინც ასეთ სალანძღავ სიტყვად გადააქცია სიტყვა რუსი, თვითონ თავის ლექსიკაში სალანძღავი სიტყვები არ აკლიათ და რაღაც ძალიან დიდი მსგავსება დავიჭირე რუსებსა და ამ ხალხს შორის. ანუ რას გულისხმობ? თუ თქვენ ან ადრე ან ეხლა მით უმეტეს წვდომა გაქვთ რუსულ YouTube-ზე, ანუ რუსულ გადაცემები იქნება ეს თუ ინტერვიუ იქნება თუ რაც იქნება, შეამჩნევთ რომ საშინლად წაბილწულია რუსული ენა და ისინი ესეთ ძალიან უზრდელურ სიტყვებს განურჩევლად ასაკისა ჩვეულებრივად იყენებენ საუბარში, აი ისეთ რაღაც აი საშინლად უზრდელურ სიტყვებს იყენებენ საუბარში და ეს არის ჩვეულებრივი საუბარი, ანუ ქართული ენა, რომელიც რასაკვირველია უფრო მდიდარია, ჩემი აზრით, უფრო ძველია, მაშასადამე უფრო მდიდარიც არის. და უფრო მაღალ საფეხურზე დგას ჩემი აზრით, არ ვიცი შეიძლება ვინმე შემეკამათოს, მაგრამ ქართული ენა ძალიან ბევრ ენაზე დგას უფრო მაღალ საფეხურზე. და აი ესე გამდაბიო ეს, გაუბრალო ეს, ძალიან ბევრი სალანძღავი სიტყვა შემოიტანეს და ეს ჩვეულებრივად აი განსაკუთრებით გოგოები, ეს აი პატარა გოგოები, 20 წლის, 22, 25 წლის და უკვე რაღაც ისე იქცა რა, აი თითქოს ტონად იქცა, რომ აი უფროსი ასაკის ქალებიც ძალიან ადვილად ხმარობენ ამ უზრდელურ სიტყვებს და ეს ვითომ რაღაც ისე ითვლება, აი ეს ვითომ თავისუფალია, ისე იგი უკომპლექსობაში, რაღაც თავისუფლებაში, ვითომ ეს უზრდელობა ამათ გადააქციეს თავისუფლებად. ანუ თუ უზრდელურად მოიქეცი რაღაც აგინე ვინმეს, ვინც არ მოგწონს, ეს ნიშნავს, რომ შენ ანუ თავისუფლად გამოხატავ შენ აზრს. აი ესე დონეზე დავიდა და აი ესე დაემსგავსა ეს ხალხი რუსებს. მეორე თემა, რომლითაც ქართველი ერი დაამსგავსეს რუსებს, ეს არის ევროპული სწრაფვა. ანუ რას გულისხმობ ამაში? ევროპა არის პარაზიტი, მსოფლიო პარაზიტი, ევროპული იმპერიები იკვებებიან მსოფლიოს ძარცვით. და ყველგან ისინი სადაც შედიან, ისინი ძარცვავენ და ყველგან სადაც შედის ევროპა, იქ ადგილობრივ მოსახლეობას არაფერი არ ეკუთვნის. ეკუთვნის რაღაც გარკვეულ ლობის ან კლასტერს, რაღაც ფენას, ასე ვთქვათ, მაგრამ თვითონ ხალხს არაფერი არ ეკუთვნის, იმიტომ რომ როდესაც ევროპა აწარმოებდა დაპყრობილ ომებს, რაღაც მომენტში ის მივიდა იმ დონეზე, რომ დაპყრობითი ომების წარმოებას ხომ არ აჯობებს ადგილობრივი რაღაც რეჟიმის გამყარება, რაღაც ეროვნული соусით, ასე ვთქვათ, შეკაზმული და ამ რეჟიმის თუ ამ პოლიტიკური პარტიები დაარქვით თუ მნიშვნელობა არ აქვს. ხარდაჭერით ამ ქვეყნიდან რესურსების უმტკივნეულოდ გატანის და ამოქაჩვას, ასე ვთქვათ, უზრუნველყოფა. იმიტომ რომ აი როგორც რუსებს არაფერი არ ეკუთვნით რუსეთში თითქმის, აი როგორ გითხრათ ახლა აი ავტომატისა და ლაფატკის გარდა, ხო, აი წადი იომე და წადი იმუშავე. აი იმ დონეზე უნდათ რომ დაგვიყვანონ ჩვენც აი ამ ევროპული მომავლით, რომ აქ ევროპამ ვიღაც დანიშნოს რაღაც თავისი მთავრობა, თავისი რაღაც არასამთავრობოები, რომლებიც რაღაც გააკონტროლებენ საზოგადოებას, გააკონტროლებენ მთავრობას და იმის მაგივრად, რომ ევროპამ რაღაც ჯარები შეიყვანოს და იქ მერე ამ ჯარებს უნდა მოვლა, ამ ჯარებს უნდა
უზრუნველყოფა, იქ პოლიცია, იქ მერე პარტიზანებს უნდა სდიო ტყეღრეში, მერე ეს ჯარები დაბრუნდებიან, ის ვეტერანები არიან, ეს არის უამრავ თანხასთან დაკავშირებული და აი ეს რო დაითვალეს იმის მაგივრად რომ ჯარები გამოაგზავნონ, ისინი აგზავნიან აქ თავის რაღაც დამკვირვებლებს, რაღაც არასამთავრობო ორგანიზაციებს ქმნიან, მათ რაღაც მრჩევლებს უნიშნავენ, რომლებიც აქ ესე იგი ყურადღებას აქცევენ, რომ ის ხეტყე იქნება თუ საწარმოო იქნება თუ რაც იქნება, რომ მიაფათ ხელში ჩაიგდონ, მე ჯართად გაზიდონ, წარმოება მოკლან აბსოლუტურად ყველაფერი და ადგილობრივი მოსახლეობა ტყვედ წაიყვანონ, სადღაც პიცის მიმტანებად, სადღაც მოახლეებად, სადღაც მარწყვის მკრეფავებად და ეს იყოს ადგილობრივი, ესე იგი მოსახლეობის რაღაც დიდი მიღწევა, რომ სადღაც წახვედი ევროპაში მარწყვის მოსაკრეფად, ან გაუშვი ან მეუღლე იტალიაში რაღაც მომვლელად, ეხლა უკვე ისეთი დრო დადგა, რომ უკვე დედები შვილებმა ჩაანაცვლეს, იმიტომ რომ იქ დედები რა ვიცი, წელებზე ფეხსით გავდნენ, რომ აქ შვილებს განათლება მიეღოთ, მაგრამ მათი განათლება აქ არავის არ სჭირდება არაფერში და ეს შვილებიც უკვე დიპლომირებულები უკვე შეუერთდნენ საკუთარ დედებს იქ იტალიაში მოვლელებად და აი ესეთ მალე შვილიშვილები წავლენ უკვე ალბათ და აი ესეთ მდგომარეობაში ვართ, რომ ეს 35 წელია რითი ვერ რა ვიცი, რით ვერ დაგვაკვირდნენ და რით ვერ გავხდით ეს ევროპელები და რით ვერ ვართ, რით რაღაც ვერ გავხდით იმის ღირსი, რომ თანასწორად წავიდეთ, მოვიდეთ და ასე ვთქვათ, ვერ დავიმსახურეთ ეგ ჩვენ ჯერ და ალბათ კიდე ერთი 35 წელი გავა, სანამ ჩვენ დავიმსახურებთ ევროკავშირს და ნუ არ ვიცი, მე ზოგადად მგონია, რომ ევროპა საერთოდ საქართველოსდან დაიწყო და ქრისტიანული კულტურა საქართველოსდან დაიწყო ის, რაზედაც ზოგადად აშენდა ევროპული ცივილიზაცია ქრისტიანულ კულტურაზე, ხო? იმის აკვანი არის საქართველო და ამიტომ მოდით ნუ დავამსგავსებთ ამ ქვეყანას, ნურც რუსეთს, ნურც ქართველებს ნუ დავამსგავსებთ რუს ერს და გქონდეს ჩვენი თვითყოფადობა და ჩვენი ხელწერა გქონდეს მსოფლიოში და ჩვენი მეობა გქონდეს და ნუ ცდილობთ აი ესე შეფარვით, აი ესე რაღაც ფასეულობების აღრევით ქართველი ერის განადგურებას. ეს არ გამოვა, არაერთხელ მithქვამს და ვიმეორებ კიდევ, ეს არ გამოვა, ეს არ არსებობს. ჩვენ ვართ მარიამ ღვთისმშობლის წილხვედი ქვეყანა. ეს არის ქრისტეს ქვეყანა, ქრისტიანული კულტურის ქვეყანა, აკვანია. ამ საქართველოს განადგურება არ მოხდება. იმიტომ რომ აი გადახედეთ ისტორიას და ნახავთ. და მოდით ერთად ავაშენოთ დიდებული ქვეყანა, რომელიც მეზობლებსაც სიკეთეს მოუტანს და ყველა იმ ადამიანს, ვინც აქ ცხოვრობს, მოუტანს სიკეთეს. ანუ საქართველოს უნდა დაამსგავსოთ რუსეთს, რომ ჩვენ, ესე იგი, აქაც არაფერი არ იყოს ჩვენი. ყველაფერი ესე იგი მაგათ ფირმების იყოს, იქ ვიღაც დაგვინიშნონ, იქ ევროპიდან ვიღაცა დანიშნონ, აქ აღიარონ არჩევნები, უნდათ აღიარებენ არჩევნებს, უნდათ არ აღიარებენ არჩევნებს და ვიღაც დაგვინიშნონ, ვის თვითონ აწყობთ და ეხლა აქაც ჩვენ ესე იგი მაგათ ვემსახუროთ, მაგათ დანიშნულ მთავრობას და იქაც გაიყვანებენ ამ ტყვეებს იქ რაღაცა სამუშაოებზე და ესეთი ქვეყანა უნდათ რომ ააშენონ და ჩვენ ეხლა 35 წელია მოსკოვს ვებრძოლეთ და კრემლს იმისათვის რომ ეხლა კრემლი მან ბრიუსელმა ჩაანაცვლოს თუ რა ვერ გავიგე ეხლა რა ის არის საერთოდ არ მესმის აქ აი რა უნდა ამ ხალხს არ მესმის ეხლა იქ რეკომენდაციები ეხლა რა მნიშვნელობა აქვს ეხლა შაჰის ფირმანი მოვა იქ რა ქვია რუსეთის კრემლიდან პრიკაზი მოვა თუ იქ მონღოლეთიდან რა ერქვა ბულა ერქვა თუ რა ერქვა მაგათ იმას რა მნიშვნელობა აქვს რა მოვა თუ აქედან მოვა ეს რეკომენდაცია ბრიუსელიდან რომელიც უნდა შეასრულო თურმე და შენ ეხლა აირჩიე არ აირჩიე ის გაარჩევს ის რა ქვია ვიღაც იქ
მის პრეზიდენტი და რაღაც იმას დადებენ, დასკვნებს ახლა ჩამოვა და ესე იგი ჩვენზე უკეთ განსჯიან, აქ ჩვენ რა გვინდა და როგორ გვინდა. მაშინ გააკეთონ ღია არჩევნები, სახელობითი არჩევნები გააკეთონ, არსებობს პირადი ნომრები, არსებობს ტელეფონის ნომრები, ყველაფერი არის აღრიცხული, ხო? ეხლა ეს იუსტიციის სახმა ზუსტად იცის, რამდენი მოქალაქეა და საზღვრის მართვის დეპარტამენტმა, შეიძლება რაღაც 500 კაცში იყოს ცდომილება დაუშვათ, რაღაც ან 1000 კაცში ცდომილება, რაც არჩევნებზე რაღაც ძალიან დიდ გავლენას ვერ მოახდენს. გააკეთონ სახელობითი არჩევნები და კი ბატონო, მივცეთ ხმა და რა რეკომენდაციები და რა ისა და აუცილებლად ეს სამთავრობო ჯერ ეს სამთავრობოებია საერთოდ ვინ არიან არ ვიცი ახლა რა უნდათ რა 98 მილიონიაო დახარჯულიო, ესე იგი რა პერიოდით თქვეს არ ვიცი, მაგრამ რა პერიოდით არ უნდა იყოს ახლა ბოლო ძალიან დიდი თანხაა, სად მიდიოდა ეს ფულები, არ ვიცი ახლა 90 ანუ 100 მილიონი დოლარი და არ ვიცი ეს ხო და ახლა პრიკაზი რეკომენდაციის შეცვალეს, ახლა რა ვიცი, გოიმები ვართ თუ რა, ესე დაბალი დონის რაღაცა თვლიან, რომ პრიკაზს არ დავარქმევ და რეკომენდაციას დავარქმევ, მაგრამ უნდა შეასრულო. ამიტომ მოდით მივხედოთ ჩვენ ქვეყანას, შევინარჩუნოთ ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ეროვნება შევინარჩუნოთ, ჩვენი ტერიტორია შევინარჩუნოთ, რაც არის ოკუპირებული დავიბრუნოთ და ნურავის რაღაც საჯილდაო ვქოთ, გადავიქცევით და ნურავის ხელში ვიქცევით რაღაც ინსტრუმენტად, იმიტომ რომ ყველაზე მეტად ხმალი ზარალობს ხმალაობაში, ხო ესე, ამიტომ ნურავის ხელში თუ ვინმეს რამე უნდა რუსეთიდან თვითონ წავიდეს, თვითონ იომოს, ჩვენ თავი დაგვანებონ. გამოიწერეთ არხი, გააზიარეთ არხი, დააფინანსეთ, გააკეთეთ დონაცია და გვპირდებით, რომ თქვენი აზროვნება უფრო საინტერესო გახდება. დიდი მადლობა.